რაც რუსეთში დღეს ხდება, არ არის უბრალოდ დეფიციტი ბენზინისა, რომ აი რიგში უწევთ დგომა რუს ავტომობილისტებს და ბევრად უფრო ღრმა და სერიოზული პროცესის წინაპირობა ის რაც ხდება, განსაკუთრებით თუ ეს დაბომბვების, სტრატეგიული დაბომბვების კამპანია თუ გაგრძელდა. საქმე იმაშია, რომ უკვე დღეს მდგომარეობით ძალიან დიდი წილი 60% ბენზინის წარმოების არის განადგურებული. 40% დიზელის წარმოების არის. ზუსტად არ არის ცნობილი საავიაციო ნავთზე. ამ ყველაფერს აქვს არა მარტო ის შედეგი, რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე ვიდეოებში, რომ ბენზინის გასამართ სადგურებზე არ არის ან დიდი რიგია, აქ საუბარი იმაზე, რომ მოდის მაგალითად მოსავლის აღების პერიოდი. უკვე არის ცნობილი, რომ მინიმუმ 30-35%-ით ნაკლები მოსავალი იქნება აღებული წელს აი ამ ზაფხულში და შემოდგომაზე, ვიდრე შარშან. მიახლოებით ხვდებით, რამხელა დეფიციტი იქნება სურსათის რუსეთში. მეორე, იქითა წლისთვის. მე არ ვამბობ, რომ რუსეთი წელს ჩამოიშლება, მაგრამ იმდენად დიდი დარტყმა შეიძლება მიადგეს, ვიმეორებ, თუ გაგრძელდა ეს ტენდენცია რუსული საწვავის წარმოების განადგურებისა, რომ მომავალ წელს რუსეთს კიდევ უფრო დიდი პრობლემა ექნება ეკონომიკური, ეს უკვე შეეხება, რომ ვერ დაითესება შემოდგომაზე და ზამთარში იმ რაოდენობით მარცვლოვანი კულტურები, ანუ ამას დაამატეთ, გადაზვიდვები, ლოგისტიკა, ის რაც უკვე არსებობს, იმ პროდუქტს გნებავთ სასურსათო თუ არასასურსათოს პირველი მოხმარების საგნად მიტანა ჭირდება მაღაზიების ქსელებში, სუპერმარკეტებში და ეს ყველაფერი აი ჩვენ წინ გვაქვს, რომ შეიძლება უბრალოდ ჩამოიშალოს ნელა.